თავი მე-13. ეს მე-13 მოვდივარ თქვენთან. 2 მოწმის ან 3 მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები, როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც არ ყოფნისას, მათ ვინც ადრე შესწოდა და ყველა სხვას, რომ თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ. რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ქრისტე ლაპარაკობს ჩემში თუ არა, ვინც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში. ვინაიდან თუმცა უძლურების გამო იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალით და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალით თქვენთვის. საკუთარი თავი გამოსცადეთ თუ ხართ რწმენაში, საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე. თუ არა და მას გამოცდას ვერ უძლებთ. მაგრამ ვიმოდოვნებ, ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი. ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდილნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა თქვენ კეთილს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიც ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის. რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი, ამაზე ვლოცულობთ კიდეც თქვენ სრულყოფაზე. ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცემ მკაცრად იმ ძალაუფლების მიხედვით, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად. მაშასე ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანი, მშვიდობიანნი, გიყვარდეთ მშვიდობა და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება. მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით, მოგიკითხავთ ყველა წმიდა. მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.